ვიღაცა ორი ჩამოთრეული პოლონელი ტიპი უფრო ღირებულად მიეშია რომ მოგვეჭრა თავის შუაგულ ევროპაში რა სიტყვის ევროპა დებილი ხარ ბიჭო ევროპის დედაცვატირე მაგ პოლონელების დედაცვატირე შენი ქართველი ბიჭი დაიჭირეს ეს რანაირად უნდა გაგვიხდეს ასახსნელი და შენი სახელმწიფო ამით ამაყობს ყველას ამცნობს რომ ქართველები დავიჭირეთ ეხა მაგალითად ებრაელებმა ღაზას სექტორი როგორ დაბომბეს იცი შენობა აღარ არის დარჩენილი და მოქალაქეები ისრაელის ქვია კაცო, ჩემი სახელმწიფო, ჩემი ერი, მაგაზე ახერხებენ მაგალითად ებრაელები. ამერიკელები რას ახერხებენ, იცი მაგალითად? პლანეტის მეორე მხარეს. მაგათი დრონი რაღაცა სოფელს დაბომბავს. ას რაღაცა კაცი მოკვდა და ეს იყო შეცდომა ვაგრძელეთ ოპერაციას. აი რუსები მაგალითად რაღაცა რაკეტებს გაისვრიან, პოელექტროსადგურია და რავი, 3 რაკეტა მაგას მოხვდა და 2 გვერდზე რაღაცა სახს მოხვდა და დაიშალა корпуსი. რუსები ახერხებენ რომ რავი, აი ვესროლეთ და რა ვქნა, ომი ხდება რა. ჩინელები აივანზე შეჭრისთვის რაღაცა ოპერაციას ამზადებენ და რა ხდება რასაკეთებდა ეს არის ჩინეთის შიდა საქმე ჩვენ სუვერენიტეტს აღვადგენს და ყველა აი ერთი ქართველები ვართ როგორ იცი რას ქვია პოლონელს თბილისში არიქა ჩავაქვესკნელოთ ქართველი მაგის შედეგი რო იცოდეთ იცი რა არის მონობა ხალხი რომელიც საკუთარ თანამოძმეზე მეტად ვიღაცა სხვას აყენებს მით უმეტეს როცა თავის თანამოძმე მართალია ეგ ხალხი განწირულია რომ მონა იყოს და შენი სახელმწიფო ამით ამაყობს ყველას ამცნობს რომ ქართველები დავიჭირეთ